მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? რაფერ ხართ მომენატრეთ? ერთი კარგი რაღაცებო გელაპარაკოთ დღეს. შემოდით. ცოტა ხმა ჯერ არ მომსვლია, მრდელია. 10 დღის ვირუსის ბრძოლის შემდეგ გამოგეცხადეთ განათებული, მაგრამ ცოტა ხმა არის, ცოტა შელახული. Nicholas, ერთი წუთით მოდი გაკოცო, მოდი გაკოცო. მოდი თიმო, ოშკო. არა, ეგრე არა, ადეგი. აი ესე. ჩემი პარტყი. ხოლომეს ვივართ. თმებით. კაი, დედიკო მინდი ახლა. მე რაღაცები უნდა ვიჭორაო, კარგი? მეგობრებო. დამხვდა ახალი ამბების კორიანდელი, მე ხომ დასვენების უფლების ფუფუნების საშუალება არ მაქვს. მე ხომ არ შეიძლება რომ დავისვენო. არც ავად ვიყო, მე არ შეიძლება რომ ავად ვიყო, მე უნდა ვიყო სულ კარგად. ეხლა საინტერესო ინფორმაციები დავხვდა მეგობრებო, საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა. აბა თუ იცით თუ გამოიცნობთ რომელი მტერი? ხო, კაი, ახლა ესე ახარ ვილაპარაკებთ, რომ ხალხს არ ესმის, არც იუმორი და არც განრისხება, გესმით? მოდი, ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ საქართველოს ახალ მტერს. როგორ გააბედინეთ ეს? როგორ გააბედინეთ? ერთი წამით. ეხლავე გაჩვენებთ თქვენ ახალ მტერს. დანკე, მაინც. მადლობა გული მაქვს ჩემი ბიჭისგან. საქართველოს ახალი მტერი. სად არის დედიკო ის? ესა? ეს არა? მოკლედ. იმდენი ინფორმაციები წავიკითხეთ ჩემზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. საქართველოს ახალი მტერი. ეს ქალად წოდებული არსება თამარ ინასარიძეა. აქვს რამოდენიმე Facebook პროფილი თამარის სახელით, რომელიც დადის ეკლესია მონასტრებში, თავს ესხმის სასულიერო პირებს და მრევლს, აწარმოებს ვიდეო გადაღებებს და ავრცელებს სიცრუეებს. ამის გავრცელებულია პატრიარქის გარდაცვალებაც, ყავს პაპსისტი კათოლიკე ქმარი. ბიჭო, ჩქარა დავიჭიროთ, თორე ეგ არის საქართველოს მტერი, ეგა. ეს დაწერა ბატონმა დედამოწყნულმა ვიღაცამ. დედამოწყნულია ყველა, ეხლა არ არის ეს გინება. ეხლა ნახეთ რა. ეხლა უყურეთ, ეს გოგო თუ არ. ეს გოგო თუ არ ვნახეთ და ეს გოგო სასწრაფოდ თუ არ საქართველოს არ მოვაშორეთ, საქართველო დაქცეულა. ისეთი მტერია, ეგ 9 მილიარდ თურქს უდრის, 8 მილიარდ არაბს, 17 მილიარდ ინდოელს და 19 მილიარდ ჩინელს უდრის. ეგ ისეთი ვიღაცა არის. ეგ თუ არ დავიჭირეთ, ჩვენ ცუდად გვაქვს საქმე. ნახე, დამემოწმებიან ეს ბატონებიც. აგერ ძალიან აგრესიული ადამიანია. მემოწმება აქ მარიამი. მიცნობს და იცნობს ამ გოგოს. ხშირად იერზია, მისახვედრია მისი პატრონის ფსიქომენტალური მდგომარეობა. საწყალი უფალმა აუხილოს დაბრმავებული თვალები. აგერ ბედრიამ თურმე დაასკვნა, აგერ ფსიქოანალიზიც გააკეთა. მკვდარი შენ ხარ შეაყროლებულო. ეუბნება ვლადიმერი ნანაძე. ეშმაკის განსახიერება.
ეს გოგო ეშმაკის განსახიერებაა, ხალხო. აუცილებლად თუ არ დავიჭირეთ ეგ გოგო საპატრიარქოსაც ხომ წაგვიბილწავს საქართველოსაც ხომ მთლიანად გადახნავს ხო და რა ვიცი მე კიდე რეებს არ მოიფიქრებს ისეთია ეგ გოგო რა საინტერესოა მოიცადე 1 წუთი ახლა სხვაც 1 მილიარდი კომენტარი წერია ადამიანები აღფრთოვანდნენ ადამიანებმა ხმა მოიღეს როგორც იქნა საქართველოს გადასარჩენად ის ქალიც ხომ არ ამოიცანით ქართველებს რომ გვალანძღავს არაბიზაციის გამო მარინა ტრაკ გასიებულ მუც გასიებული სახლიდან იწერება კი ბატონო, ქალბატონო მარინა, როგორც გლანძღავდათ ის ქალბატონი, გლანძღავდათ ისე როგორც უნდა გაგლანძღულიყავით ეს ქართველები. თორე ტრაკები და მუცლები დაგისივდათ და საქართველო მთლიანად გადაგიხნეს არაბებმაც და ინდოელებმაც. ხო, მაშ რაფერი გაუაბლებია ბოროტს, კაკო. რამე მაინც ქენიე ბიჭო ხმალი მაინც არა გაქვს რამე ძველი სახში ჩქარა ხმალი მაინც აიღე და დაედევნე მაგ გოგოს თორე გადაგვიარა მთლიანად ეხლა სხვა იდე საინტერესო კომენტარები არ გაინტერესებთ რამდენს ვაბედინებთ ვლადიმირ რამდენს ვაბედინებთ ამ გოგოს როგორ მოხდა ეს რომ ამდენი გავაბედინეთ ამ გოგოს ეს გოგო დიდი თემა იმაზე დიდი ვიდრე საქართველოში დღეს პოლიტიკური თუ სხვა სულიერი მდგომარეობა საერთოდ ამ გოგო მიმხელა ყურადღება მიიქცია მთელი მსოფლიო შოქში ჩააგდო თვით ქართველებიც გამოაფხიზლა მაშ ისეთი საინტერესო ვიღაცაა და მოიცა კიდევ ბევრ რაღაცას გაჩვენებთ რამდენი დამე მოწმება რომ ეს გოგო ესე იგი სატანაა ეს გოგო სატანა ქეთევანი წერს კატის თვალება სატანაა ეს გოგო კი ბატონო აბა სატანა იცნო თურმე რა ვიცი მე იქნება მართლა იცნო ხალხო ათასი კიდე სხვა რა სხვა კომენტარები აი ამ საწოდავი ადამიანის ჯერ ჩემი რა ფოტოა უღია ხო გელა ჩიტაძე აი ჭორიკანა ბანძი კაცი ესა რომ ჩემზე ასეთ კომენტარს წერს რა ეხლა გეტყვით ჩიტაძე შენ თუ არ იცი და ვინმე თუ მოგატყუა ჩემი ქმარი პეტრე პავლოვის დღეს მოინათლა პეტრე დაარქვეს კი არ და პავლე უბრალოდ პავლე ქვია ჩემ ქმარს გესმის მართლმადიდებელი მონათლული ჩვეულებრივი და არანაირი კათოლიკი არ არის მეორე ჩემი შვილი ილია მეორის ნათლულია და რასაც მინდა იმას ვიტყვი გესმის და ის მომხედავს მე და აი შენ კი შენი ესეთი ცილის წამებით ხო აგერ რამდენი ადამიანი ცილის წამებაში შეიყვანე და შეცდომაში შეიყვანე ხო აი მე კი გეტყვი რომ ილია მეორე რომ მკვდარიდევს ის მე მათქმევინა ღმერთმა რომ გამაცხადებინა მაგრამ შენ რო ჩემზე ტყუილები მოიფიქრე რაღაცეები ხო აი მაგას იქ ზეცაში მოკითხავენ შენ მალე ეხლა საინტერესო რა არის იცით მეგობრებო მარტო ეს გელა ჩიტაძეო თუ ვიღა ჯანდაბა კი არა იცით რამდენი წერს ჩემს შესახებ სერიოზულ პიროვნებად ვიქცი რა აი საპლატაო და მაგ საქმე ზოგმა გადამხაზა აი გეუბნები იმხელა ყურადღება მივიქცია თურმე რომ მე მგონი
მე მგონი აღარ მჭირდება რეკლამები. მეგობრებო, როგორ ხართ? აბა, ხედავთ, მე გამომიშვეს ჩვეულებრივად, კარგად ვარ, სანამ მე თვითონ არ რაღაცეები არ გავაგებინე ამ ხალხს, რომ იცით რა, აი ესე და ესე რომ არის, ესე და ესე გავაკეთოთ, მანამდე ვერ გაიგეს, ჩემთან ყოველთვის ეგრე ხდება. მე თუ არ მივუთითებ ხოლმე, ჩემთან ვერავინ ვერაფერს ვერ იგებს რა უნდა გააკეთოს. ხვდებით? ზოგს ესე გონია, ზოგს გიჟი ვგონი ვარ, ზოგს ძალიან ჭკვიანი, ზოგს იმაზე ჭკვიანი ვიდრე ვარ, ზოგს იმაზე გიჟი ვიდრე ვარ და ასე შემდეგ, მეგობრებო, სინამდვილეში მე ვარ ყველა და ყველაფერი, მე შემიძლია ვიყო ყველანაირი, გიჟიც, წყნარიც, ჭკვიანიც, მსახიობიც, ყველანაირი, გეუბნებით, მე შემიძლია ვიყო ყველანაირი, შემიძლია მკვლელიც ვიყო, გესმით? ერთხელ სკოლაში, როდესაც ვისროდით, ხო? გვასრულებდნენ რატომღაც სამხედრო ის იყო ეგეთი ფიზკულტურაზე. ისეთი მაგარი მსროლელი ვიყავი, ხო? შემომთავაზა დაჟე ჩვენმა მასწავლებელმა ხომ არ გინდა სნაიპერობაზე წახვიდეო რა, ოღონდ არ უხუმრია კაცს. ღმერთმა კარგად გამყობოს თამარ, რამდენი მავნებელი ყავს ქვეყანას. ხო და ეხლა რა მინდა გითხრათ მეგობრებო რა, ამასთანავე მე აგენტიც ხო ვარ, ეშმაკიც ხო ვარ, სატანაც ხო ვარ, ყველაფერი ვარ, ესე იგი ისეთი ვარ, მე საქართველოს მტერი ვარ და უტირე საქართველოს რა. მიწები ხო დავაწერე, ეგრე მოუხდება. ეკლესიები ხო მოუთხლიშე ყველგან, ეგრე მოუხდება. არაბები ხო შემოუყვანე, ის ინდოელებიც მე შემოვიყვან და ჩინელებიც მე შემოვიყვან. აი ისე ვაგინე ქართველებს არ დავიწყდებათ 20 საუკუნე. ხო და საერთოდ ვერ გაიგო თან ქართველმა მე ვინ ვარ გესმის, ისეთი მაგარი ვიღაცა ვარ. ვერ გაიგო. მე არც სატანა ვარ მეგობრებო, არც ადამიანი, მე ვარ რაღაც განსაკუთრებული, გესმით? აი ეს ფენომენი და ამის სიტყვა ჯერ არ მოგონილა. ამიტომ ცოტა რომ გაიზრდებით მაგ თავში, მერე სიტყვასაც მოიგონებთ და შესატყუისაც, გესმის? ხო და მერე მიხვდებით ყველაფერს კარგად. მერე მიხვდებით როგორ უნდა მომიაროთ, როგორ უნდა მემსახუროთ, როგორ უნდა დამაწყნაროთ, დამაყვავოთ, დამიყვავოთ უბრალოდ. მერე მიხვდებით როგორ უნდა მესაუბროთ, მემეტყველოთ. მაგრამ ახლა ჯერ მარტო გგონივართ სატანა, საშიში, ფუ ეგ მახინჯიშსა ამ ხელამოწლიანი მძორებული ქალები რომ ჩემზე იტყვიან მახინჯიო, შურიანები, რა ქნან წოდებიან. დავლიოთ წყალი. ხალხო, ფრთხილად იყავით რა, ფრთხილად იყავით. ჩემზე ცუდის დამწერს ეხლავე მივაწყევლი რა, ჩემზე სიმართლის დამწერს კი არა, სიმართლის დაწერეთ, ჩემზე ცილის მწამებელს და ჩემზე არასწორი ინფორმაციის გამრცელებელს თავზე დაემხოს მთლიანად სახლები, რაც კი გააჩნია, სახლები დაემხოს თავზე. ამინ, ამენით. იესო ქრისტე. ჩემზე ცუდის ჩამდენს, არასწორი ინფორმაციის გამრცელებელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ჩემზე ერთი ვიდეოს მონაკვეთს რო უყურებს ხოლმე და ზოგჯერ სადაც ვსალოსობ იმას რო გაარტყავს ხოლმე და გონია რომ უკვე გიჟი ვარ, ხო? აი ჩემზე მხოლოდ ესეთ აზრს გამოტანილ ადამიანს, ვინც ჩემზე ინფორმაციას გაავრცელებს
თავზე დაემხოს, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე მოუპოვებია რა. სიცოცხლე შეუნარჩუნდეს, არაფერს არ ვერჩი. თავზე დაემხოს ყველაფერი რა. ამინ, ამენით იესო ქრისტე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, всё, მორჩა. ღმერთმა კარგად გამყოფოს თამარჯა ამტელობას გისურვებ. ხო, აგერ აი ჯერ ხმა არ მომსვლია. უკვე ჩემ თავს ვიცავ. მეგობრებო, მოდი ახლა პირდაპირ გეტყვით რა. ესენი არიან საპატრიარქოს დაქირავებული ხალხი. საპატრიარქომ იმდენად იჩალიჩა. საპატრიარქო როგორ შიშროებასთან არის, ახლა რა თუნდა მაგას ბევრი აზრი დადგები საპატრიარქოსთან და რამდენის გინდა იმდენი სპოს შედის გამოდის. სპოს კიდე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანები, შავმინიანი მანქანები. საპატრიარქო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი და იგივე ზღნერია. ხო და პირდაპირ გეტყვით რა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოება იმდენად დაინტერესდა ჩემი უკვე საზღვარგარეთ დაიწყო ჩემი ესე იგი ადგილების გაკონტროლება, სად მე ვინ რა როგორ მყავს. მათთან ხალხის მიგზავნა, ვითომ აი იმის იმასთან სწავლობს და იმასთან ჩაეწერა როგორც მუშა და ასე შემდეგ და ამასთანავე ჩემი მეგობრების, ჩემი სტუდენტობის მეგობრების რა ქვია მაგას მოსყიდვაც კი დაიწყო, წარმოგიდგენიათ? ეხლა მამაოს სცენარი ხომ იცით თქვენ, მამაოს სცენარი ჩემს მეუღლესთან რომ ათქმევინეს, რომ ჩემს მეუღლეზე რომ ამთქმევინეს, რომ ეგო მოტყუებით უნდა წაიყვანო ფსიქიატრთანო და წავლები დაალევინო, გესმის? ემოციური ფონი აქ ამაღლებულიო და დადაბლება სჭირდებაო. რაზეც მარინოს მოუპასუხა ადეკვატურად, რომ ჩემი მეუღლეო ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანიაო. დღეს თუ ვინმე დარჩენილაო რა. ამაზე რა სჭირს ფსიქიატრთან მისვლისო. და შენ მეუბნები მეო როგორც ესე იგი ქრისტეს წარმომადგენელიო, რომ მე მივიყვანო მოტყუებით ჩემი ცოლიო. ანუ ხვდებით ხო? მამაო ეუბნება ჩემს მოტყუებითო. ტყუილი მაგათვის არაფერს არ წარმოადგენს, გესმით? ეხლა მეორდება იგივე სცენარი. ჩემი მეუღლე მესაუბრება ესეთ რამეს. შენმა დაქალმაო? აღარ ვიტყვი რომელმა შეშლილმა ფსიქოლოგმა. ესეთი და ეს იგივე ტექსტი გაიმეორაო, გესმის? და ვეუბნებიო, ადამიანო, ყველაზე რეალურად აღიქოს ამ სამყაროზე და იმასაც გინდათ სამლები დაალევინოთო? აბა შეხედი ამ სამყაროსო. ვინ იქნება ამ სამყაროში ბედნიერი ეგოისტის გარდაო რა? შე რა გინდა რომ ჩემი ცოლი ბედნიერი იყოს ამ უბედურ ქვეყანაშიო? როგორი ქვეყანაც არის, ის აღიქვავსო რა. და ბედნიერი რანაირად უნდა იყოსო, გამაგებინეო რა, ეუბნება ქალს, რომელიც ცდილობდა ჩემი ქმრისთვის ეთქვა ჩემს გარეშე რა, რომ მე თურმე დამაწყნარებლები უნდა დავლიო. იმიტომ რომ ბედნიერი არა ვარ. იცით რა მეგობრებო, რომელი ადამიანის დღეს ამ დედამიწაზე ბედნიერი ვარ რო იტყვის, მაგარი ეგოისტია, მაგარი რეალობა წაშლილია და მაგარი ცუდი ადამიანია იცოდეთ რა. იმიტომ რომ ის ვერ აღიქვავს, ემპათიის ნულის შეგრძნება აქვს. ის ხომ ემპათიას ვერ განიცდის, როცა ადამიანი იტყვის მე ბედნიერი ვარ, რომ სამყაროში შიმშილით იხოცება ხალხი. დედამიწა კოდება ხალხო. ყველას ატყუებს. ეს არის ბოლოჟამი ჯოჯოხეთია და შენ ბედნიერი ვარ იძახი. აი შენ გჭირდება მაგ თავში გადამოტრიალება და იმ წამლების მიღება, რომ რეალობა დაგანახოს, რა ბედნიერი ხარ ბიჭო, გაიხედე, მიმოიხედე, გარშემო რა ხდება.
აი დედას პიცა რა. მე რო ღმერთს ვთხოვე რომ ისეთი ადამიანი გამომიგზავნე მეთქი რომ როგორც შენ გინდა ჩემთვის თქო ნახეთ რა მაგარი ადამიანი გამომიგზავნა. ნებისმიერი ადამიანი აი მამაკაცი ქმარი ხო ჩემნაირ აქტივისტ სოულს იცი რას უზავდა აი ხო ხედავ შენი დაქალიც მაგას მეუბნება და შენი დედა აგინებს და აი რა ვიცი საგიჟეში ჩააგედებდა. აი ესეთი კაცი გამომიგზავნა მე ქმრად ღმერთმა რა. მადლობა უფალს. ყველგან მიცავს, იმიტომ რომ მიცნობს ვინც ვარ. იმიტომ რომ იცის რეალურად როგორც ვაზროვნებ, იცის რა მაგარი, ძალიან ჯიგარი ადამიანი ვარ. ძალიან ლმობიერიც ვარ და საერთოდ არ ვარ ისეთი როგორც ვიდეოებში ვჩანვარ. ჩემზე სადარდებელი გადაიტანით რა იმ სადარდებელზე რაც საქართველოში რეალურად არსებობს ხალხო. ამდენი კომენტარი რო დაწერეთ ჩემზე, ნეტა მაგდენი კომენტარი დაგეწერათ იმაზე, რაც რეალურად საქართველოში დანგრევის პირას მიდის ხალხო. რა ეკლესიების მაგინებელიო. შენ რა ეკლესია ბიჭო არაბები რომ მოდიან და რომ გინადგურებენ ამ ძველ კულტურებს, თუმცა ეგ არ უნდა საპატრიარქოსაც რომ გაანადგურო მთელი ძველი კულტურები, კულტურული ძეგლები რაც გვაქვს. ეგ არ უნდა მაგასაც რომ ძლივს მერე სხვებით შემოიყვანოს კიდე რომ ადგილი გათავისუფლდეს. აიღო და თხრიშო ამ ხალხს ეს მთელი არაბეთი თავში რა. და მე გამოვჩდი აქ წითელი კოჭი. გაგორდა რა წითელი კოჭი გაგორდა როგორი წეხიან? აი ეხლა აღმოჩდი წითელი კოჭი რა. თუ წითელი გოჭი თუ რა ვინაღმოჩდი? წითელ ქუდა. ფიფკია, რა ვიცი ვინაღმოჩდი. აჰა, სატანა. ბიჭო რა რანგში ამიყვანეს აზე ხარ? სატანა აღმოჩდი. აჰა, რუსიც გამოჩნდა ვიღაცა წამალზე დამოკიდებული. ალექსანდრ ალივეკოვი, ფუ თქვენი. აი მარტო ეგენი რა, თუ დააკვირდებით, ვინც ვითომზე პატრიარქოს იცავს, სულ ეგეთი გვარები აქვს რა. აი რაღაცა ალივეკოვი, იქ სომეხი, იქ რუსი, იქ ურია და როგორ შეურაცხყოფ საქართველოს ეკლესიები თამარ გეფარტმა. ჭრელი გველები ყველგან შესრიალდნენ და შიგნიდან გვინგრევენ ქვეყანას. და ეხლა არ მოეწონათ იგივე ვარიანტი რომ მოუხდათ. ხო? შევჭამოთ? მე კიდე რაღაცას დაარქმევენ ამას. Tamara banana. არა, მე და ბანანი მეგობრები ვართ. ეგრე კი ნუ გონიათ მე ეს ბანანი მიუტანე ნარიმანას. გესმის? აღარ გასვავთ, მე მახსოვს. ხო და ბანანი რომ მიუტანე ნარიმანას. უი, დედიკორი საკენი. ქართული ალბანიც მიუტანე მაშინ. გესმის? არა, ეს ბანანი ხო ეს ბანანი მომცესი. არა, არც მომცეს, იქ იყო ის ბევრი ბანანები და რეალურად ხო ბანანი რო უნდა მიმეტანა, მივუტანე ანბანი, შემეშოლა ცოტათი რა, აი ოდნავა. ბანანი და ანბანი გაყოფილია ბან და ანბან გადატანილია ანბანი წინ. გესმით? ხო და ამ დროში ვინც ბედნიერი ეს მართალ ვერატვინში კარგად, მართლა ვერატვინში კარგად
როცა ქვეყანა ინგრევა შენ რამ უნდა შენ რამ უნდა გაატაროს თუ ნაბოზვარი სული არ ხარ არაბები 15 წუთიანი ქალაქებს რომ აშენებენ და დედაუბრინდან შეიყრიან შიგნით მერე იყვნენ ბედნიერი თაფუი ფურცხის ხიკი მენენება ტვინ ნაღრძობისათვის ხო ნუ მარიამ ეგრეა ეგრეა ხალხო მაგრამ მე რა არის იცი ეხლა ბევრი რამე ვისწავლე ხალხო ბებო არა იქ ბებო რა ვისწავლე ეხლა გეტყვით რა მე ვისწავლე ერთი რამ რომ ადამიანები გადართული არიან საყოვე აუ ჩუმად რა დახურკარი საყოფა ცხოვრებო რაღაცეებით მაგალითად მე ადამიანი გავიცანი რომელმაც ჩემი მდგომარეობა გამოიარა ჩემზე უარესად ღმერთმა დამიფაროს ბიჭი დაუჭირეს ქმარი დაუჭირეს ქმარი მოუკლეს ბიჭი დაუინვალიდეს მარტო იმის გამო რომ საპატრიარქოს ამხელდა და ეს ადამიანი მე მეუბნებოდა უკვე დიდი ხანი იყო გასული რამდენიმე ათეული წელი ალბათ ესე სულ ცოტა 20 მე გირჩევ შენო რომ ხმა არა არ საერთოდ არაფერი აღარ თქვაო მაინც ვერ მოერევი მაგათ მე ჩემს ტყავზე ეს ადამიანი მე მარიგებდა ასე რომელმაც იგივე გამოცდილებით საპატრიარქო დედა უტირა რა შვილისთვის რომ ფული მჭირდებოდაო და იმისთვის რომ მივედი სათხოვნელათო იქიდანო დამეხმარნენ კი არაო საერთოდ ისე რაში აინტერესებდა ჩემი ტკივილიო რა არ მომწესო ფულიო შვილის გადასარჩენად როგორ მისცემდნენ ფულს როცა თვითონ მაგრამ ადამიანები ხომ უშიშროებასა და საპატრიარქოს ერთმანეთისგან განასხვავებენ ის ერთი სისტემაა შენ რომ უშიშროება შვილს დაგიინვალიდებს საპატრიარქო ფულს იმის გადასარჩენად როგორ მოგცემს ერთი და იგივე სისტემა ხო და მე პირდაპირ გეუბნებით რა ყველა მათი თქვენ თავზე აიღეთ ეს პასუხისმგებლობა და მე მოვჩები ამას რა მე მართლა გავითვალისწინებ ამ ქალბატონის ნათქვამს აი ამ ჩემს ფეხებს რაც უნდა ისუქნია ამ საპატრიარქოს და ამ უშიშროებას მაინც თავისას უბერავს რა გინდა ვიყვირო გინდა არ ვიყვირო მაგრამ მე რაღაცნაირად საინტერესო ფენომენი აღმოჩნდი მათთვის ვეღარც ვერაფერი მიქნეს და ვეღარც იციან რა უნდა მიქნან გესმის ხო და თია შენს დებილი ხარო ალექსანდრე გეუნა წედი დებილო შესაყვერელო წედი დაგასვენებ ახლა აი დავასვენოთ ეგეთი ადამიანები ხო და მე აცი მეგობრებო იცი რა მართლა ამ ქალბატონის ნათქვამს მე გავითვალისწინებ რა იმიტომ გავითვალისწინებ რომ ამ ქალბატონს ნახევარი საქართველო დამიდგა გვერდშიო მაინც ვერაფერი ვერ ქვენიო აბა რა გავხნათ ეხლა მარტო ჩემი ყვირილი ხო აგერ ჯოჯოხეთს აშუქებს ჯოჯოხეთმა დამინახა როგორც შანს სატანაოა სატანა გამოჩედაო გესმის ბიჭო სატანა ისეთი ლამაზი რო იყოს სატანას რო ნახავ მე რა გამოგივა მეც
წარმოიდგინე ჩემი თუ მე თუ სატანად აღმიქვა და არ ხეულია შენი საქმე. აბა ღმერთო ერთო მეგობრებო, ბევრი ის კი არა მაქვს, მე ჯერ კიდევ უნდა ვიწვე რა. ახლა წავედი დავწექი. ჩემი აზრები გითხარით და თმები მაქვს. ნახე როგორი ფუმფულა, მაგრამ ჩემი შამპუნი რო არ მქონდა, არ მიბზინავს. პასუხი დააწერე უკან. მივდივართ. აჰა. აი ეს. გაქვთ რამე კითხვები, მეგობრებო? უნდა გაითვალისწინო, იცი შერის მკადრებლები არიან თავგას. მე ეგენი ვერაფერს ვერ მაკადრებენ, მართალი გითხრა ვერ მაკადრებენ, მაგრამ მე ჩემ თავს უკვე ხო პატივს ვცემ. ნახე? მე უკვე ჩემ თავს რატო ვცემ პატივს, იცი რატო დავისყე ჩემი თავის პატივისცემა? ბიჭო, 4 წელია ყვირი ვარ რა. 4 წელია თურმე ამდენი ხალხი მისმენს და თურმე რამდენი ჰეიტერი მყავს. მარტო ჰეიტერი მყავს, მაგის დედავატირე. არა, თაყვანის ცემელიც მყავს. თურმე რა გველურად მისმენენ და ავად რო გავხდი? ეკრევ ყველამ ერთ ბაშად რა წამოყო თავი. მე ჩემ თავს პატივს ვცემ, მეგობრებო. მე რაღა უნდა ვიყვირო იმაზე მეტი, ვიდრე უკვე ვიყვირე. და ვინც გაიგო და ვინც ფიქრობს, რომ მე კიდე ვიყვირებ და თავ შეკლამდე ვიყვირებ, არა, მეგობრებო, ეგრე არ არის საქმე, ეგრე იოლად არ არის თურმე რა. არა. მე იმდენი ვიყვირე, რამდენიც უნდა მეყვირა. ახლა მეგობრებო, მე მოგიყვებით იმის შესახებ, რა მაგარი დღე გავატარე, რამდენი ფული დავხარჯე აქ და იქ, რამდენი ფული მივიღე აქ და იქ და ასეთ რაღაცებს საყოველთაო, რაც ყოველდღიური აინტერესებს საზოგადოებას, იქ ფრჩხილების ლაგში რამდენი დახარჯა, იქ თმების შეჭრაში რამდენი დახარჯა, იქ იმის შილაკში რამდენი, აი ესეთ რაღაცებს მოგიყვებით რა. ეგ უფრო საინტერესოა ხოლმე ადამიანებისთვის, ვიდრე ის, რომ საქართველოზე გული შეგთქიოდეს და აქეთ სატანას გიწოდებდნენ, გესმის? აქეთ სატანას გიწოდებდნენ და საშიშ პირად აღგიქვავდნენ. იმიტომ რომ ეკლესიამ ესე გაითქვა სახელი. ჩემი მეზობლებიც ნებისმიერი, თქვენ გონია პირში რო გიცინიან ზურგს უკანას ლაპარაკობენ? აი, არ ხართ დებილები, სექსი მინდაო. აუ, ეს ფალოს ამდგარი ადამიანი რას გადაგვეკიდა. ბიჭო, მე ხომ დაგბლოკე. რატო არ დაიბლოკე? რა? აჰა, შო. დაიბლოკა. ბესროლე ვაშლი თავში. ვაშლი, ბლოკ. აუ, ავოკადო. მე გავიცანი ერთი ძალიან საინტერესო ექიმი, ბერი გაბრიელი. გირჩევთ, მეგობრებო, ბერ გაბრიელთან გავიარე კონსულტაცია. რა მჭირდება იმისათვის, რომ ესა და ეს ვიტამინები შევივსო, გამოვჯამთელი და ასე შემდეგ. ძალიან კარგი კონსულტაცია მომცა და სხვათა შორის, იცით რა, უფასოდ არა. მეგობრებო, არც ვაკადრებდი, რომ უფასოდ კონსულტაცია გამევლო მასთან და გირჩევთ, გაიარეთ ბერ გაბრიელთან კონსულტაცია.
ეხლა გამახსენე, იმიტომ რომ ავოკადოზე კაი რაღაც მასწავლა და ეხლა გავაკეთებ მაგას. ხო და ჩვენ აქედან იქ დავეხმარებით და ის იქიდან აქეთ დაგვეხმარება. აი ესე გამოვა რა. დაგვეხმარება იმით, რომ ჩვენ ექიმები ინფორმაციას ჯანსაღ ცხოვრებაზე ნაკლებად გვიმხელენ, უფრო მეტად წამლებს გთხლიშავენ ხოლმე რა. და როცა წამლის შემცვლელი არსებობს, აი ეს, მაგალითად, D ვიტამინი, ხო? რატომ უნდა ყლაპო, როცა შეგიძლია მიიღო აი ამის სახით. ჩვეულებრივად, არა ჩვეულებრივად. ამას კიდე სხვა კომპონენტები უნდა დაემატოს, რომ შენ მიიღო აქედან D ვიტამინი. აი ამ კონსულტაციებზე მეგობრებო, ვერ გაბრიელს მიმართეთ. და შემდეგ უფასოდ კი არა. თანხაც გადაუხადეთ. კარგი? იმიტომ რომ ადამიანია, რომელიც ქართველებისთვის ირჯება და სათანადოდ უნდა დაუფასდეს ადამიანს. გესმით? ასე რომ მადლობა. თამარ ქრისტეს ეძახდნენ სატანას და რაღაცა გასაკვირია, არაფერი საერთოდ. გასაღვიძებელი უკვე გაღვიძებულია, დანარჩენ შეეშვი, აზრი არ აქვს. დანარჩენი ვინც უფლის წინააღმდეგა ყველა ჯოჯოხეთში შთან თქავს, ხო? ალექსანდრე ალიბეკოვამა დამბლოკა, ვერ მოვასწარი პასუხი გამეცას. არა, მე დავბლოკე თია აქ. მე დავბლოკე. ეგ არამზადა არის რა. ვერ შემზადდა. ჯერ ეგერთიც არამზადა კი არა, დაქირავებულია რაგნას, მაგასაც ფული სჭირდება ეთყობა. და აკეთებს ფულს. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩემზე იყო სასიკვდილო ჯადო გაკეთებული. და აქედან მინდა თეას დიდი მადლობა გადაუხადო და ილიას იმაში, რომ აი ამ ჯადოს მოხსნაში დამეხმარნენ. აი როგორც კი ეს ჯადო მოიხსნა, მაშინვე ხომ ყველაფერი სხვანაირად წავიდა და სხვაგვარად წავიდა ვითარება. ჩემი ჯანმრთელობაც საგრძნობლად გაუმჯობესდა და ის ადამიანები, რომლებიც აი ესეთ სასიკვდილო ჯადოებს აკეთებენ, მეგობრებო, ძალიან სულ დღეში ჩავარდებიან, ახლა რა ვქნა, ჯადო ეგეთია, მივა უკან. ჩემთან ის ჯადო აღარ მოვა. მე უკვე ვუბრძანე იმ ჯადოს, რომ ქრისტეს სახელით ის წავიდეს მასთან, ვისგანაც მოვიდა. ამიტომ უკვე დარხეული აქ იმ ადამიანს, ვინც მე ჯადოს, სასიკვდილო ჯადოს მიკეთებს, გესმით? ხო და ასე რომ მე არ გამიკვირდა ეს მდგომარეობა, როგორ მდგომარეობაში ჩამაგდო ვითომ ვირუსმა რა. ასე რომ ჩემთვის ეს არის უკვე მესამე სასიკვდილო ჯადოს დარტყმა. მესამე, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის. უფალს იმისთვის არ მოუყვანივა რამ დედამიწაზე, რომ ვიღაცის ჯადო მომკლას რა. საქმის საკეთებლად მოიყვანა და სანამ არ გამაკეთებინებს ჩემს საქმეს, ხო? ვაი შენს თითებს მაგ ჯადოს რო აკეთე და ვაი შენს პატრონს, როცა შენ გაბედავ და ჩემზე ჯადოს გააკეთებ. შენ არ იცი მე რისთვის მომიყვანა აქ ღმერთმა და ხელები დააყენე. მაგრამ თუ ნურს დააყენე, თქვენვე ამოწყდებით, თქვენივე ამოიწყვიტავთ თქვენ თავებს. ამინ ამენით, რაც გინდა ისქენით, კაცო, ნება თქვენია. ჩვენც ასე ვიყავით, მაგრამ ვერ მომერია, აზრი ვიცი რაც ელოდებათ. ხო, შორენა.
თამარ მიხარია შენი დანახვაო სოფო მეც მიხარია დაბრუნება თქვენთან მომენატრებით ხოლმე აცი სხვა რაღაცნაირად გაგიზიარებთ ხოლმე სასაცილო ამბებს მაგათას ჩემს კი ვერ გავაჩერებ ხარანაირად აი გავწვიდო ხმა და მე რა მკითხე მე ილია ვინ არის თეატრია ვიცი და ილია ვინ არიან ეს ხალხი ვინც მიყურებს ჩემი მაყურებელი კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით და აბა თქვენ იცით დროებით ამიღაჟღაჟ და ლოყები კარგად